გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. გამარჯობა, მე გიგი ვარ და არ ვიცი რამდენი IQ მაქვს. ჩვენთან სტუმარად არის ბატონი გიგი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ და ესე ვიდეო არ გადავიღია არასდროს ერთად და აი ახლა მოვიდა მაგისტრო. პირველი კოლაბია და ეს ერთი და სხვა მრავალი. მე ჩემ არხსაც იხილავს მიდი აუდიტორია. თული იქნება კოლაბი. ჩემი არხის თავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი. ამბობ რომ შენი ვიდეოები რაც ხდება, ყველა ვიდეოში ან დარბი ხარ, ან ვარ შოპ, ან რაღაცა და სულ მქონდა გასტა რომ ხედავდი შენ ვიდეოს რომ აი ცოტა ვიჩილავთ რა ცოტა დაისვენ ერთი 1 საათით მაინც როგორ ვიდეოში დაგბადიჟე ისი ჩემ ჯგუფში ჩემი გამომწერები აგზავნიან ხოლმე მიმებს და 2 ეპიზოდი გადავიღე როცა მათ გამოგზავნილ მიმებზე გამეცინებოდა 50 ლარი ერთხელად ხოლმე ხო ეხა პირველად ვიღებ 100 ლარიან ვერსიას თუ გამეცინება 100 ლარს ურიცხავ მე თუ გამეცინებ შენ ურიცხავს შენ თუ გაგეცინება მაინც ჩაურიცხოთ მე თუ გამეცინება მაინც ჩაურიცხოთ უბრალოდ არც ძალით შევიკავოთ თავი არც ძალით გავიცინოთ აი შესაძლოა ესე სკროლავ შენთვის რაღაცებს და აი რო ამოგიგდო თუ გაგეცინებოდა რა 10000 ლაიკი ქონდეს ამ ვიდეოს რომ კიდე გადავიღოთ შემდეგი ეპიზოდი ასეთი და იმედია დღეს არ გავკოტრდები და ნახოთ შენ ამდენად მედგრად ანუ ეხა დაიცა ყველაზე რო გაგეცინოს გაკოტრდი ანუ ეს უნდა გაყიდოს კამი მე ის კამერა გაყიდო და გამეცინოს რავი ძაცუდი იქნება თუ გამეცინა ზედიზეთ მე უეჭველი აღარ გამეცინება იმიტომ რომ ის კამზე რომ მიდის შეიძლება უფრო ფერზე ვიდგე და კიდე 10 რომ მეცინება და მე კატარო აღარ არის საჩი ის კატა სად არის აღარ ჩანს მე წყალსათა შორის ოღონდ ზაზუნა შენი ზაზუნის ვიდეო ნახე ხო სახი სპაიდერმენი იყოს მეგობრებო ბიჭო არა ხალხს ძალიან ისეთი რეაქცია ჰქონდა როგორ ჩამოვარდაო და ეს 10 ჯერ ჩამოვარდინა უბრალოდ ერთხელ იყო როცა ვიდეო დავუსდე შროდინგერის თევზები ერთობლად გატეხილიც არის და უნებელი სანამ არ გააღებ ყველა სასაცილო არ არის ბიჭო ანუ არ ვიყავი ის აი რომ გიგაცინე და ის ითქვა ხო არა მე უკვე მეღიმებოდა მაგრამ გამეცინა და ეხლა ხო არა იმიტომ რომ მე მეღიმებოდა ძალიან ეგრევე მოდი ეს ციტებზე არ გავიცინოთ აი დაიცა გავიცინა ჯერ თავიდან მოვიშორო როცა მთავრობამ ქვეყანაში 6 წელზე ძველი მანქანები შემოყვანა აკრძალა 35 წლის მერაბდვალიშვილი ეს კაი და როგორ გავრაზებული სახია ძალიან კაი იყო მე მომეწონა ეს მართლა ძალიან კაი არა ხო როცა კურიერმა შეკვეთა მოგიტანა და შენი კატა გარეთ გასწროს ცოტა შევისწრო სულ ამდენი კონტინენტი გვაქვს ეცა სულ 7 კონტინენტია აჭარა ანტარქტიდა კახეთი იმერეთი აფხაზეთი გურია სამხრეთ ამერიკა რომელია ყველაზე დიდი კონტინენტზე წყალი და ხმელი არ გამეცინა ახლა მაგალითად რომ წავიკითხე და მოვისხდა ბოლო მე ჩემთვის წავიკითხე გულში როცა დედაუნში გაიწვიეს აი დედა ჩუსტე მიმები არის სულ ბევრი ხო დედა ჩუსტი ისვრის თუ გააბრაზე რაღაცა ეს ხო რატო არის ამ ხალხ ასე პოპულარული ეს თემა არ ვიცი ბევრი ადამიანს ესვრის დედა არ ვიცი ჩუსტი არ უსროლი დედა გამორჩა ტელევიზორი დაასვენე ცივარი 2008 წლიდან კაი მაცივარ შეროდის დაასვენე ბოლოს არ დამისვენები არასდროს უკვე 400 ლარი წავაგე მე და შენ რა გინაულება აი 400 ლარი მე კი არ წავაგე სხვა მოიგო აი ხედა პოზიტიურად უნდა შეხედა ყველაფერი შენი გასწავლა შეიძლება დროულად მიპასუხე სხვაებიც მელოდებიან ორი რო ვარ ანუ უფრო მეცინება ხო ანუ ეგ არის რა აი არ მინდა რომ გამოგხედო ხოლმე ესე ვკითხულობ მარტო რო ვარ უფრო ნაკლებად მეცინება ეს კაი სურათია ეს არის მარკეტინგი ძმა ეს ინტერნეტის რეკლამა როგორ მაგრამ აი რა უნდა იყოს ისე კაი რეკლამაა რა კაი რეკლამაა ნამდვილად რამდენს გადავხდით აი რა შენ მაგანაზე რამდენად უნიტაზის რეკლამა მაგრამ კლასში გოგოებმა ჩხუბი დაიწყეს მე და ბრო აბა რაფერი საათი ეკეთა საათი შავი ხო გითხარი სადიყურებ მე კითხულობდი შესადიყურებ შესაძ შეხედე ხო ეგრევე კი ეგრევე შენ რატო არ მითხარი ესე რომელიც რაფერი საათი იყო ეგრევე რომ გახსენის სამზარეულო რომელიც ჩემ მეუღლეს სურს რა სამზადებს ანუ ველი ეგრევე უნდა იყოს
ის ჩემი კომენტარი იყო. უკვე დაიბადა, არა, ფოტის გადასაღებად გამოვიყვანეთ. ეხლა უკან უნდა შევაბრუნოთ. ეს იმაზე გადაობა ალბათ. რომ მოხვალ და უკვე მოხვედი. ეგ არ არის გასაბლაზებელი. ჩოვლებრივი რაღაცა. მე მაჩუქის YouTube არხი არის, გოგონა და ბიჭუნა ქვია და მაგათმა დამხატვის თან ვიდეოც გადაიღეს და ესეთი მაგარი ნახატი რა, დიდი მადლობა. სხვადასხვა კარგო ზახატის მანამდე. ის კუდარი კუბოში რო იყო. და ცხელი ძაღლი ინდოეთში რომ გადაეყოთ. კალდუნა. ცხელი ძაღლი გასება? არა მაქვს თლიანად ნაყურები. მე ბავშვობაში უყურებდი და ძალიან მაგარი იყო. რა არის უცნაური დღემდე ბევრი ადამიანია, ვინც ძალიან სერიოზული ფანია და ელოდები გიჟივით ეხა ახალი რაღაც რო გამოდის ახალი ცხელი ძაღლი ელოდები გიჟივით. ბავშვობაში მეგონა რომ დაასრულა წინადადება. ხატია. ბავშვობაში მეგონა რომ საქართველოს ჰიმნი ჩემზე იყო. გაუძელეთ. ამდენად წამი გავიდა. ექიმები, კატა დაგეხმარებათ დეპრესიის დაძლევაში. ჩემი კატა. თავიდან გადამოყავდა ვიღაცა მითხრა რომ კატის ხანო ბევრ ამას ისწავლიო. რომ დააკვირდებიო როგორ ცხოვრობსო რა. თუ არასდროს სკოლიო. მეთქი რა უნდა ვისწავლო კატისგან. ეს იძინებ ხოლმე შე. აი ძინო. ამართლა შეიძლება რომ ისწავლო ბევრი. აი რა ისწავლე მაგალითად. ანუ ისწავლე შარი. ისწავლე შარი გულისხმობა რომ ის რასაც აკეთებს პირდაპირ შენც იგივე გააკეთო. ანუ ხასიათის ხო და ხასიათში ნახე როგორი მაგალითად იმ ხელა დისტანციაზე მოდის, ზუსტად, რომ ეს ხელი ეხა რომ გაშალო. მოინდომო და აი რო ვერ მიწვდები და აი აქ რო არის. ხო, ანუ ხო. აი ეგეთ რაღაცებს აკეთებს რა. ანუ მაგალითად თუ გინდა რომ დაიჭირო, კი არ გარბის. ეს ნელა მიდის და იმ ხელა სისწრაფით მიდის, რომ შენ ვერ დაეწიო და მეტი 1%-ითაც სწრაფად არ მიდის რა. უნდა მოდი. ვითომ მოვიდა. აგე მოვიდა. აი მოვიდა. თქვენ დამსუნა და. როგორ ახლა? რამდენიცა? 4-ის. ჩემი ზაზუნა 4 თვისა. როგორ მოხდა? როგორ მოხდა? ბიჭო მინდოდა რაღაც ცხოველი 5 და 10 წელი არ შემეძლო რა, ანუ იმიტომ რომ სადაც სხვაგან გადავიდე ის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის. კატა. და ძაღლი. და ზაზუნა ცხოვრობს მხოლოდ 2 წელი რა, 1 წელი ან 2 წელი. და მეთქი 1-2 წელი, ანუ საქართველოში მაინც ბეისი მაქვს რა, ანუ აქავარ და რამე თუ წავახანახან შეუულია გაკაჩო მაგრამ. მოზაჭულობა აქვს? არც ისე ცოტათი. ბევრად ნაკლებია გვიდრე კატას და ძაღლს. მიკროტალღური სითბო თებში. ლობიო. ეს მიკროტალღურში გაცხელება ვერ დავამოყავენ. რაღაცას რო გაცხელებს, უთებში ცხელდება მართლა და საჭმელი ცივია. კარგი, ეგ ბევრჯერ კითხვი, მაგრამ აირონმენზე რა უნდა მოხდეს ეგრეს თქვი ვარ. ხო, აირონმენზე უნდა გავცურო 4 კილომეტრი, რაც არის დაახლოებით რო არის საათნახევრის ამბავი. მე ამოვიდე 4 კილომეტრი უნდა იცუბოს. ჯერ, ეგ პირველი. ეს არის ყოფილი წყალურთები, რომელიც მაგრაც უბოს. ეგ კი, მაგის მე უნდა ამოვიდე 180 კილომეტრი ველოსიპედით დავაწვე. 180 ხო, კილომეტრი. რომელიც არის დაახლოებით 9 საათის ამბავით, ოღონდ ამაღლებითაა. 1 საათნახევარი უნდა ვიცურავო, 9 საათი ამოვიდე ველოსიპედზე ვიყო. ეგრევე. ანუ გავუჩერებ. და მე ეგრევე ჩამოდივარ და 42 კილომეტრი უნდა ვირბიდო. ანუ თვიანი მარათონი, რომელიც არის დაახლოებით 5-6 საათის ამბავი. ანუ ჯამსში 17 საათი მივდივარ რა. ანუ იმენა სულ ანუ არ ჩერდები ვაფშე. ჭამა და რაღაცა ისე გზაში? გზაში ხო აი რო უდევთ ხოლმე ხო გინახია რა და ანუ მე რეალურად ადამიანები წლები ემზადებიან და მე 6 თვეში გადავწყვიტე ეს ყველაფერი გამეკეთე. შენ ხა ერთი სუპერატესობა გაქვს რო? ცური სუპერატესობა გაქვს? ცური სპორტსმენი ვიყავ, ნაკრებში ვთამაშობდი, ეგ თემა მაქვს, ამიტომაც გამძლეობა მაქვს. მე ვაკვირდები მაგალითად ეხა ჩემ თავს და სხვა ადამიანებსაც ეგრე სპორტულ აქტივობაში რაღაცას რო იწყებ, რამდენად დიდი პროგრესი გაქვს ძალიან მალე. და მაგალითად მე რო სირბილი დავიწყე რომ მახსოვს, და ვირბინე პირველად უგან წამოვედი ტაქსით. არ წაიგავდა ვიყედი რომ აკედან ეს კი აკედან შანსი არა. მაქედან რამდენიმე წარბენას წასვლის შემდეგ იმდენს დავრბოდი რომ აი ძალიან აი 20 კილომეტრს დავრბოდი შეუსვენებლად რა. სადღაც 2 თვეში ალბათ, როცა ოღონდ აქტიურად ვარჯიშობდი ყოველ აი ბევრი ჯიმში ვარჯიშობდი მეორე დღეს. ხორბე შარმერბენია 15 კილომეტრზე მეტი. მაქსიმუმ. საქართველოს ბანკში საკრედიტო ამერიკან ექსპრესის ბარათების აღება უკვე ციფრულად არის შესაძლებელი. რამდენიმე წამში შევუკეთავ და გამოიყენებ ამექსის Blue, Green და Gold ბარათებს. გამოყენებისას დააგროვებ ემარკულებს, რომელსაც გადაცვლი პლუს კულებში. ერთი ემარკულა უდრის 3 პლუს კულას. ასევე ბევრი პლუსი აქვს. მაგალითად მიიღებს უფასო სამოგზაურო დაზღვევას. ციფრული ბარათის ლიმიტის გამოყენება ეგრევეა შესაძლებელი, როგორც კი აიღებ ბარათს. თან თუ 1 აპრილამდე აიღებ ამექსის ბარათს, 0 ლარი საკომისიო იქნება პირველი წლის განმავლობაში. თუ ამ ყველაფერმა დაგაინტერესათ, ლინკს დაგიტოვებთ ვიდეოს აღწერაში და თქვენ უკეთესად გადახედეთ დეტალურად. სადაც წაიღეთ ჩემი კოდების ფურცელი. შე კოდების ფურცელი არ მოეცარი? კი. მაგრამ სულ 2 წელი მეწერა რა, რაც მე ვასებონა. ვისაც გახსოვთ კოდები
და კომენტარით. ანუ მე მახსოვდა უკვე, აღარ მჭირდებოდა რა, აი ეს ფურცელი, აი რაში მინდა. როდესაც იდეალური ხომლობა გაქვს, მაგრამ თემა იცვლება სანამ მოყვები. კონია ხშირად, ეხაც მქონდა დღესაც არა. ჩვენ საბაში ხარ კონი. შეიძლება იყო უკვე და ნორმალური ადამიანები, ქართველი ტაქსისტები. რა თუნდა ის? ესა ცუდი იმია. გაურო წარმოვიდგინე ეხა ცუდად ვიხდი. და ტაქსიში ან სადღაც ტრანსპორტში ხარ და დახველების ლიმიტი ამოგეწონა. დამავიწყო, ნუ გამეცი, გულით გამეცი. არა, გულით ხშირად გულით ოკეი. კი, ხშირად ხონია, რომ აი სოუსო. აი თავში რო ფიქრო ბოლოა, მეგობრებო. ლიმიტი რო გააქვს საერთოდ რა. ხო. შეიძლება რომ იცი რო გააქვს. უკვე ზედმეტია რა. ხვიჩა კვარაცხელია ხვიჩა. კვარაცხელია. ეს ინდივიდების ძალიან მიყვარდა, ადრე იყო მოდაში. სახეს რო ყოფდნენ და ჩემზე იყო ჰიჰი და ტატა. კვარაცხელიაზე იყო ხვიჩაზე და ხვიხვი და ჩაჩა. აბა გიგიზე გააკეთეთ, აბა შეხედე. გიგი და გიგი. გიგი და გიგი. რანაირი სახელი გაქვს ბიჭო, ეგ მიმი არ გამოდის შენზე. ხო, აი. შევცვალოთ მეგობრებო. როცა ქუჩის გამოკითხვაზე გაჩერებენ. შენ გაუჩერები ხარ ქუჩის გამოკითხვა ჩვენს. კი. მე რა უთხარი. ხმერს ვეოდრებოდი რაღაც რთული კითხვა არ დამისვამთქო. არა გავიცი პასუხი რა. ვახო ჭუმბურიძე. ხანდახან უაზროდ ვესაუბრები ხოლმე ჩემ თავს, სხვადასხვა მეც. ანუ მე კაცინებაში ჩამithვლი. ესე უკენ. თუ გსურს გააგზელო ეს მოთხრობა, არ მსურს. მეც გამიგეთებია ესეთი. 1998 წლის ხუმრობა, 26 წლის რეპერი. სიმართლე შეესაბამება, მეტყვით მე. როცა ყველა ერთმანეთს ბომბავს, მაგრამ შენ არ დაგიძახეს. ესე უიჭველი არ ბომბავს? ეხა ვინმეს? ეხა არავინ არ ეთამაშება. არავის არ უნდა თამაში. დღეს სულ 500 ლარი დავკარგე. სამიშოვა 500 ლარი, ამიტომ არ დამეკარგავს. კი, კარგი იყო. შენ როგორ გესიამონა, აბა, ესეთი ფორმატის. ბიჭო, მაგარია. მე ხომ თქვა მიმაქ რა, ჩემი მიზანია ჰიტასნაირი იუტუბერი ვიყო, რომ ეს დავიჯდე და ვგილაპარაკო რა. ბოლო არის ეგ. ანუ რაღაცებს გავაკეთებ ჯერ არა ვარ მაგ ლეველზე, რომ აი აქ მოვიდე, რომ მეც ესე გავიგეცო და ვილაპარაკო ხოლმე ჩემთვის. და ლაიქეთ 10000 ლაიქამდე ავიდეთ. მადლობა, გამისწორდა შენთან ერთად ვიდეოს. ასე.